რამდენიმე დღის წინ ქითის ჩაუტარდა ოპერაცია. მკურნალობა დაახლოებით 2 თვე რაც გრძელდება. პირველი ერთი თვე მისი მიმკედლებელი სახლის პირობებში მკურნალობდა. 3 კვირა რაც უშუალოდ სტაციონარში გიორგი ჭერეჭაშვილი მკურნალობს. უამრავი ანტიბიოტიკის, სავარაუდო დიაგნოზის, რენტგენების და ექოების გადაღების შემდეგ ვერავინ არ ხვდებოდა თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო პრობლემა ქითიში. წინა კვირაში ბოლოს გადავუგეთ ლაქიფაუში ირაკლი ექიმთან. მან გიორგის შეჭრა გამოიწვია, რომ შეიძლება კატას ჰქონოდა ჩახორცება მილებში, რაშიც მართალი აღმოჩნდა. გაუკეთდა ოპერაცია პარასკევს. ოპერაციასთან ერთად კასტრაციაც. ამჟამად ისევ სტაციონარშია, გადის რეაბილიტაციას და ამ თვის 24 რიცხვამდე მაინც არის საჭირო, რომ იქ დარჩეს. ქითის მიმკედლებელმა დაფარა უკვე ოპერაციის ხარჯი და შეფარების 10 წლის თანხა, მაგრამ სტაციონარის ყოფნის მთლიან თანხას ვერ ფარავს, რის გამოც სჭირდება თქვენი დახმარება და თქვენი გვერდში დგომა კვლავ. ქითის მიმკედლების ანგარიშის ნომერს დავწერთ კომენტარებში, და ვისაც როგორ შეგიძლიათ, თუნდაც ვიდეოს გადაზიარებით, ძალიან გთხოვთ, რომ დაგვეხმაროთ. მინდა რომ დიდი მადლობა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ ჩემი ბოლო ვიდეოებს ქითისთან დაკავშირებით ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა და ძალიან ბევრი ადამიანი დაეხმარა მას. მიმკედლებელს ძალიან ხშირად მოუწია მის წაყვანა 24 საათიან კლინიკაში ღამის საათებში, იმიტომ რომ სპაზმები ძალიან აწუხებდა. ძალიან დიდი თანხები დაიხარჯა ანტიბიოტიკებზე, სხვადასხვა კვლევებზე, რენტგენებზე, ექოებზე, სპეციალურ საკვებზე. დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში ჟანგბადის აპარატიც ჰქონდა ნაქირავები. იმედი მაქვს ახლა ბოლო ჯერ წერ ასეთ ვიდეოს ქითისთან დაკავშირებით და მალე შეძლებს და დაბრუნდება და იდგმეს თავის მეგობრებთან ერთად ეზოში.